ერთობის ხიდი, ქართულ-აფხაზური დიალოგი და კულტურული გაცვლა. ასე ეწოდებოდა პროექტს, რომელიც ქალაქ ზუგდიდში 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ქართულ-აფხაზური კულტურული დიალოგის ხელშეწყობა, რაც მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის განვითარებისათვის. პროექტში მონაწილეობა მიიღო 15-მა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა მხატვარმა. დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა, მოეწყო პროექტში მონაწილე მხატვართა გამოფენა და დაჯილდოება. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩვენ ქალაქ ზუგდიდში მართავთ ამ არაჩვეულებრივ გამოფენას, ჩვენი მხატვრების პლენერი, რომელიც შედგა ერთობლივად, ესე თქვა, დასავლეთ საქართველოს მხატვრების და აფხაზეთიდან ჩვენებურების ჩამოსული მხატვრების ერთობლივი ნამუშევრების პრეზენტაცია და განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას იმ იდეას და შინაარს, რომელსაც ქვია ხიდი. აი ამ ხიდის მეშვეობით ერთობლივად განხორციელდა ეს საოცარი სანახაობა. მე როგორც აფხაზ მუჰაჯირთა შთაომავალი, დედით აფხაზი ვარ მე. დედაჩემი ბათუმში დაბადებულია. მე ვარ ქართულ-აფხაზური კავშირის ძმობის თავმჯდომარე, სადაც ბათუმის და აჭარაში, ზოგადად აჭარაში მცხოვრები აფხაზ მუჰაჯირთა შთაომავლები არიან გაწევრიანებული. ჩვენ მნიშვნელოვან როლს ჩვენ სანათესაო წრესთან აფხაზეთში ვინარჩუნებთ და არ წყვიტავთ კავშირს. დადგება დრო, როცა ჩვენ ერთად ვიზეიმებთ, ახალი ცხოვრებით დავიწყებთ ახალი ფურცლიდან ცხოვრებას. ესაა მნიშვნელოვანი, მივესალმებით დღევანდელ გამოფენას და ხელის შეწყობა ჭირდება ამას. ქონდა პლენერები, გასვლები ქონდა, ვიყავით ენგურის სანაპიროზე, გადავიღეთ სურათები, დავხატეთ იქ, რომლებიც გამოფენილია ახლა ამ სივრცეში. ვიყავით რუხის ციხესთან, ანაკლიაშიც გავაკეთეთ ბევრი ნამუშევრები და თავარი მიზანი და თავარი ჩვენი შინაარსი ამ ღონისძიების არის და ნაბიჯი გადაიდგას ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის.